ძალიან ბატონო ირაკი. მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა მეუფეშიოს მოუხადო ბოდიში წმინდა სინოდს შენდობა ვითხოვო საზოგადოებას, რომ ჯემი ესეთი არასწორი საქციები გამოხადე ეს ის, მაგრამ ამას თავისი ახსნა აქვს. იმიტომ რომ მე პირველად არ ვაკეთებ ესეთ რაღაცას და ყოველთვის მზად ვარ მე ჩემ პასუხისმგებისთვის, ჩემ საქციებისთვის. და მზად ვარ სასჯელიც მივიღო ეკლესიურიც და კანონიერიც ამასთან დაკავშირებით. რაც იყო, მოკლედ ბოდიშს გიხდით სულ ყველას, ამას იმიტომ ვიდახი, რომ ეს არ არის წესი, რომ ესე მიმართოთ ესეთ დროს ეკლესიიდან განსაკუთრებულ შემთხვევების გარდა, რა ვიცი, მე თავს არ ვიმართლებ და ვერც გავიმართლებ და გასამართლებელი ეს არაა ხამურს. მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ აი რამ გამოიწვია ეს. მე ხშირად ვეძახდი ჯერ ღარიბაშვილს თავის კაბინეტში ეკიდან ქუჩიდან ირაკლი კობახიძეს წოლუკიანს პარლამენტში და იქ რო ვეძახდი ყველას რა, რომ გინდა ირაკლი შოთაძეს ახლა პროკურატურაში ვიმყოფებით. ამის გულისთვის აქ აი ზუსტად რო ვითხოვდი ამ აგენტურის და ამ კოჰაბიტაციის დამთავრება და ვინც ეკლესიის ქვეყნის მტრები იყვნენ და მათ ვამხელდი და ვეუბნებოდი და პასუხი არ მქონდა ამაზე, ამის გულისთვის მდევნიდან მიჭერდნენ, მასამართლებდნენ, მაგრამ სასამართლო ხშირად მამართლებდნენ. აი აქ აი დაწესებულებაში ვანო მერაბიშვილი აი პირდაპირ გეუბნებით, ვცემე და ვაგინე და არ დამიჭირეს. იმიტომ რომ ვანო მერაბიშვილი მიიღო შოთაძემ და მე არ მიმიღო ჩემ საკითხს, სადაც ვითხოვდი, რომ ვანო მერაბიშვილი და სააკაშვილი რატო არ არიან პასუხისმგებაში მიცემული ამ იარაღის უკანონო გამოყენებისთვის. და ჩემი საქმე გვერდზე მქონდა გადადებული და ბოლოს უკვე მე ხელისუფლებას ვთხოვდი, რომ რატო თარეშობენ ესე პატრიარქის მტრები, ფაქტიურად მკვლელები მოწამვლით იმითი და იმითი, რატო არ ახდენთ რეაგირებას. ამაზე მე გადავიბარსე პარლამენტში და უთხარი, რომ ესე გაგრძელება არ შეიძლება. კანონია საჭირო, რომ ამათ აუგზავნოთ ესეთი წილისწამება, სადაც ყველა ნორმალურ ქვეყანაში ესეა და ვერავინ ვერ გაბედავს ესე წილისწამებას, ესეთი საყვარელი, ერისთვის საყვარელი ადამიანის მიმართ რა. მე მგონი ამაში დამეთანხმებით. რაც იყო. დღეს ახლა მე მინდა თქვენი მხარდაჭერა, რომ ეს პროცესები წარმართოთ სასამართლოში, სადაც მე ხელისუფლებას ვადანაშაულებ იმაში, რომ მათ არაფერი არ გააკეთეს, როცა ეს ბოროტი ძალა, რომელზეც თვითონაც ლაპარაკობენ დღეს და უცხოეთიდან იმართებიან და კერძოდ მათი პატრონი არის ვატიკანიდან იმართებიან ესენი და ამაზე ღიად უნდა ვისაუბროთ, რომ ქვეყნის მტრები გამოააშკარავოთ, რომლებიც დღეს სამწუხაროდ ხელისუფლებაშიც არიან ჩაბუდები. მე რაც ზუსტად ვიცი და იმას მათ დავასახელებ. სოზარ სუბარი მაგალითად, რომელზეც ბევრჯერ მქონდა. ყველანაირად ვეცადე, აი სრულის კანონის მიხედვითაც ვამხელდი, რამოდენიმეჯერ პირადად ვუთხარი და შემდეგ უკვე საჯაროდ დავიწყე მისი ხილება.
ხო და ეს არის და რამდენიმე კითხვა დაიწყოთ უბრალოდ მე მინდა ეხლა წაგიკითხოთ სანამ მე ამას გავაკეთებდი მე აი დაწესებულებაში ვიყავი პროკურატურაში აქაც ვაიძულე ჩემი გამომძიებლები და ისინი რომ ჩამოსულიყვნენ რომ უკვე ბოლო ის მივეცი რომ მომცემ რომ არ გამეკეთებინა ხმამაღალი განცხადებები გინდა ქუჩაში თუ გინდა რაღაცები პირობა მოეცათ რომ დაიწყებდნენ კანონიერად ჩემ ბრალდებებზე გამოძიებას და საქმის წარმოებას. ნუ მე ყოველ შემთხვევაში მე ბევრი ის მქონდა ნაფიქრი მქონდა ეხლა ამ იმაზე რომ ეხლა რამენაირად მე უნდა მიმექცია ყურადღება ყველა ვისაც გულის ტკივა და აინტერესებს. ეხლა მე ამას ამ ფორმით გავაკეთებდი თუ აი ვაპირებდი პატარა ბატკნის ყიდვას უნდა გამომება ყელზე წითელი ლენტი თმები გადამეპარსა ისე რომ ნაცარი დამეყარა და ქუჩაში მეხეტიალა ამ გლოვის დროს და მემღერა აჰაიდუ დურხან. ალბათ გახსენდებათ ის ფილმი ახლა მე პრეფერანსა კი არ დგავ ამით. მაგრამ ეს არის ერთ-ერთი მე თვითონაც არ ვიცი რა ნიშნავს აჰაიდუ დურხან. მაგრამ გასაგებია როცა ესეთ შემთხვევაში ვისაც ეს ფილმი აქვს ნანახი რა მდგომარეობაში ვართ რა სავალალო მდგომარეობაში ვართ პატრიარქი ფაქტიურად ჩვენ თვალწინ მოკლეს წამებით და ჩვეულებრივად მივიღეთ ეს და დღესაც ესეა მივაბარეთ მიწას და თითქოს დამთავრდა ეპოქა, მაგრამ ეპოქა არ დამთავრებულა. პატრიარქი ცოცხალია და აწი უფრო დიდ საქმეებს გააკეთებს ჩვენ გულში და იმას, რასაც ველოდით ჩვენ პატრიარქის ეპოქის დროს, რომ შევიდოდით აფხაზეთში. აღსდგებოდა მონარქია კონსტიტუციური რასაც ეთქოდა, ეს მოხდება. და მე აი მიზნად ვისახავ ახლა რომ 40-მდე სანამ წმინდა სინოდი გადაწყვეტავს ახალი პატრიარქის არჩევნას ჩვენ ხელისუფლებას მოვთხოვოთ რომ დაიწყოს ამ კანონზე სჯელობა და წარმოება რა ერთი სიტყვით რა რომ შევიდეს კონსტიტუციური მონარქია და ეს რას ნიშნავს ამის შემდეგ ეს ნიშნავს რომ ჩვენ მონარქია თუ აღსდგა საქართველოში საქართველოს სამეფოში იგულისხმება აფხაზეთით სამაჩაბლოც და თავი დავანებოთ ტაოკლარიეც დაიმებს ეს თემა მაგრამ ჯერჯერობით აფხაზეთი და სამაჩაბლო დასაბრუნებენ ეს თავისთავად იგულისხმება ამის მერე უკვე უნდა დავიწყოთ რუსეთთან მოლაპარაკება და რუსეთთანაც უნდა მოვთხოვოთ როგორც დიდი წვლილი მივიღეთ ჩვენ რუსეთის რევოლუციაში ქართველებმა ასევე უნდა მივიღოთ მონაწილეობა რუსეთშიც აღსდგეს მონარქია რაც გარანტია იქნება რომ დაგვიბრუნოს ის მიწები რაც წაგვართვა რაც სხვათა შორის მათმა მეფემ და მათმა იმდროინდელმა საპატრიარქო ეგზარქოსებმა და იბებმა შეინანეს საქართველოზე ესეთი მოქმედება რომ გააუქმეს ავტოკეფალია მეფის ინსტიტუტი და ესე ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს თუ მივაღწიეთ ჩავთვალოთ რომ პატრიარქმა თავისი მისია შეასრულა და რაც იმას ხდა ესე იქნება და აი მე აი გთხოვთ ყველას რომ ამაზე გავმახორციელოთ არ ვიტყვი ზეწოლა ხელისუფლებას იმიტომ რომ ეს კანონი აუცილებელია რომ მივიღოთ
იმიტომ რომ ამაზე ეხლა ამას რატო ვიძახი? ეს მოაგვარებს იმ პრობლემასაც, აი არაბიზაციას რო ეძახიან, მიწების გაყიდვას იმას. მეფე აი ზუსტად მაგაშია საქმე, რომ კონსტიტუციური მონარქი და ის მეფე გარანტია ქვეყნის მთლიანობის, სარწმუნოების და ასევე კონსტიტუციის. რომ არ დაიღოს კონსტიტუციის. ეს აუცილებელი. ვერც ერთი პრეზიდენტი და არჩეული ამას ვერ გააკეთეს. იმიტომ იმათ თავიანთი ზრახვები, თავიანთი პოლიტიკური ისენი აქვს მიდგომები და ეს არ არის. ეხლა ამაზე ბევრი საკითხებია, ხო და მე ვითხოვ ამაზე მსჯელობას და ამ გლოვაში 40 დღის უბრალოდ 40 დღის განმავლობაში, როცა პატრიარქისთვის უნდა ვილოცოთ, რომ პატრიარქი ახლა თავისთავად ღვთისძიახში ამედარწმუნებული ვარ, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ეს ლოცვა მისთვის. თან ისიც მახსოვს, რომ რამდენი კანონი დაგვადრო პატრიარქმა აი ამ განსაცდელების დროს და ვერ ვასრულებდით და იმას ხვდებოდა თვითონაც, იმიტომ რომ ეს ჩვენი ლოცვა ჭირდებოდა მას და გრძნობდა, რომ ჩვენ უფრო ერთმანეთის განკითხვაში და იმაში ვიყავით და არა ლოცვაში. ვთხოვა, რომ 7 გზის ლოცვები მაინც შეასრულეთ, თუ ამას გვეხვეწებოდა და ამასაც ვერ ვასრულებდით ალბათ. ერთ კითხვას დავიცემ, ძალიან შორსაც რო არ წავიდით. გუშინ განცხადება რაც იყო რა, მარტო ერთი წინადადება იყო, რომელიც ყველა ტელევიზიამ წაიღო და იწერებოდა სოციალურ ქსელებში. და ცოტა ვცხოვრობთ რომ ვისაუბროთ მაგაზე, რაც გულისხმობთ დრო ხელისუფლება პასუხი აკავს. ანუ ეს უფრო ცრად გამომართო საზოგადოებას თქვენი მხრიდან. ხო, პასუხი თავისთავად ქვეყანაში რაც ხდება, პასუხისმგებელი ხელისუფლება. მე ამას გულისხმობ ამაში. და იმას გულისხმობ, რომ კარგად ჩაფიქრდნენ და ჩაიხედონ თავიანთ იმაში, რამდენი ნაციონალი და რამდენი გამყიდველი ყავთ ისევ თბილ ადგილებზე, სასათბურე პირობებში, რომლებიც ის არის, ამის გამოშკარავება უნდა მოხდეს. ეხლა ისინი, ვინც ვიცით და ფაქტია, გვარამიები და ისინი და ესენი რომ მტრები არიან და ისინი ეს ფაქტია, მაგრამ აი ჩაბუდებული ყველაზე საშიში მტერი, რომელიც გამოუმჟღავნებელია და პირიქით ხალხს აჩვენებს მithom კეთილის მოსწრაფი. და დააკვირდით კიდევ აი რატო ვიძახი ხარ მთელ პოლიტიკას, როგორ გააქტიურდნენ კათოლიკები. მე მაგალითად აი ევროპულ ლიბერალიზმზე უფრო მეტად საშიშია ევროპული კონსერვატიზმი. ჩვენ ვნახეთ ევროპული კონსერვატიზმი რაც იყო ჯვაროსნების დროს, ინკვიზიციები, ისინი, ესენი და ესენი. ლიბერალიზმი ვერ ამყარებს რეჟიმს და ვერ ამყარებს იმას. ეს ჰაოსი იყო, რაც ევროკავშირის პირობებში შეიქმნა. ის შეიძლება, იმიტომ რომ გარღვევლება, გათახსირება, ეს ყველაფერი დაშვებული იყო მაგათმა ქვეყნებში. და ეს არ არის ისა. უბრალოდ ლიბერალიზმმა გარყვნა ხალხი და დღეს კონსერვატიზმს ამოფარებული მგლები ამ ცოდვილ ხალხზე უფრო ადვილად იბატონებენ. ისევ ის გარყვნენ ხალხებს დააყენებენ თავი, ვისაც მართავენ და კომპრომატები ექნებათ და ესე გამეფდება ანტიქრისტი ამ ქვეყანას. და იმ თემებზე ახლა არ მინდა ლაპარაკი, იმიტომ რომ ეს უფრო ისეთი თემა არის, რა საშიშროებაა ყველა მეორედ მოსვლაზე ლაპარაკობს. აგერ ისრაელში მეჩეთის დანგრევაზე და სოლომონის ტაძრის მშენებლობაზე, აქ ტრამპიც არის ჩართული, აშკარად თვითონ ებრაელებიც მაგას იძახიან, მაგრამ ესენი უკვე გამომჟღავთ. მაგრამ ყველაზე დიდი საფრთხე კიდევ გეუბნებით, ეკუმენიზმია. ის მოვა განაძალით, ომით ან რაღაცები, აი ზუსტად ის მოვა, რომ აი ომებს გამოიწვევს და ამ ომებს ვინც გააჩერებს და ვისაც ძალაუფლება და ის წდომა ექნება სინამდვილეში და თავისი გამოწვეულია ეს ომებიც და რაღაცა დააწყო
აი ეს არის და აი მას უნდა უფრთხილდეთ რომ ეს მოხდეს. ამიტომ ჩვენ აი კიდევ გეუბნები აიდი ბარათებზე ვიღაცის ხელში ჩაგდება ჩვენი მონაცემების და იმისი რომ ვიღაცამ კომპიუტერიდან მართოს ჩვენი ბანკომატები თუ რაღაცეები ეს დიდი დანაშაულია. ეხლა კიდევ ვეუბნები ბიძინა ხო და სანქციებს თქვენ წარმოიდგინეთ ეხლა ეს ID ბარათი გააქტიურებული რო იყოს, ელექტრონული ფული რო იყოს, უკვე შემოღებული, ხო დატოვებდეთ ნოლზე. ოქროც აღარ იფასებს იმ დროს. არაფერს აღარ ექნება აზრით. ამაზე დავფიქრდით და ჩვენ ზუსტად აი არაბიზაციის მაგრამ ჩვენ ვიცით რომ საქართველოში აი ზუსტად მეორე მოსulis წინ ბევრი უცხოელი ჩამოვა გადასარჩენად. და ზუსტად ჩვენ ეგ მისია გვაქვს რომ მივიღოთ ანტიქრისტესგან გამოქცეული ხალხი და სანამ ეს აღძე დამჯდარა ჩვენ უნდა მოვასწროთ რომ მოვიწვიოთ ჩვენ თვითონვე მსოფლიოდან ის ადამიანები აქ განა კაზინოების ასაშენებლად და გასართობად და გადასარჩენად ვინც ჩამოვიდნენ იმიტომ ბევრი ემზადება მსოფლიო დღეს ეს გახმაურებული თემა ყველას გადარჩენა უნდა ბუნკერებს აშენებენ კოსმოსში მიფრინავენ რაღაც უზარმაზარი ხომალდებით მეორედ მოსვლას აგე რა ქვია ისა ყველაზე კომპიუტერ რა გვარია ისა მასკიო თუ რაღაც მასკი უკვე მიმეებს ამზადებს ხომალდებს რომ იმამა ღვთის რისხვას ადგაიქცე ხოდა ჩვენ ვიცით რომ ერთადერთი ადგილი სადაც ნაკლებად იქნება ეს ყველაფერი საქართველოა. ამას გვეუბნება პატრიარქი მამა გაბრიელიც იყოს ჩვენი ქვეყანა და არა ჩვენი. ჰა? ჩვენ ხო ისანა დაუშვოთ რომ აქ ასე ვთქვათ საქართველოში ქართველები აღარ ვიყოთ ერთი. არა, ეგ არ უნდა დაუშვათ, ხო და ზუსტად მაგაშია რომ მაგას უნდა მივაქციოთ ხო რა რომ დღება რომ ყოველი ქართველი, ყოველი ის იყოს მასპინძელი. ღირსეული მასპინძელი და არა ვიღაცის ფულზე დახარბებული მოსამსახურე იმის სტუმარი კი არა ჩვენ ქართველები უნდა ვიყოთ მასპინძელი და ეს არ არის დამიჯერეთ აი გადით ქართველ კაცს ვერ ნახავთ აი გრავს გულისხმობ აი მართლა აი ქართველ კაცს აი როგორც ადრე იყვნენ მაგალითად ხო აი რესტორნებში იმეებში არიან აი სულ სამაიმუნოდ შესული ადამიანები ვინც არც ის აინტერესებს არც ეს აინტერესებს და არაფერი და რაღაცა და ქართული სული დაკარგულია ქართველები უნდა ვიყოთ მასპინძლები და აი ამას უნდა შეუწყოს თუ ვინმე ინვესტიციაში ჩადებს კაზინოები და ესეთი ძვირადღირებული სასტუმროები კი არ გვინდა ჩვენ გვინდა რომ ქართველი კაცი მიწას დაუბრუნდეს რასაც პატრიარქი თვითონ ესწრებოდა ლექციებს ატარებდა სანამ მოწამლავდნენ ამის მოწმე იმიტომ რომ მე არ გამომიტოვები არც ერთი ლექცია ამის როგორ დაებრუნებინა მიწასთან ქართველი ხალხი იწევდა მინისტრებს ვისაც სოფლის მეურნეობა ეხებოდა მეცნიერებს იმას და ყველას ეუბნებოდა ნუ ძალიან თხოვდა და ამასთან თან აყოლობდა რომ საქართველოს უნდა საქართველოს გადარჩეს აუცილებელია მიწას დაუბრუნდეს ადამიანი ეს ისევ გამოწვეული იყო რომ ID ბარათზე ვერ იძახდა თუ არა ვერც იტყოდა იმიტომ ID ბარათზე არსად არაფერი არ წერია ვერ ანუ ეს იმას ეს აქ წერია ID ბარათზე ვისაც გონი აქვს მიხვდება რა არის ეს ნიშანი სადაც ის არა ხო და ამ ყველაფერი გვახსოვს აი რა მოყვა ამას მეუფე სერაფიმეს განცხადებაც როცა ყვირილით შევიდა ეს თავხედი უგულავა საპატრიარქოში და ყვიროდა განცხადება გააკეთეთ ID ბარათზე ხო და ასე ქედან იმაზე დღეს ამაზე უნდა დავიწყოთ ფიქრი თუ გვინდა დამოუკიდებლობა და პატრიარქის ნამდვილად ის რასაც ის თხოვდა და არ უსმენდნენ დღეს თუ გვიყვარს პატრიარქის შევასრულოთ ეს პატრიარქ კიდე ერთი კითხვა
როდესაც თქვენი განცხადების მერე დაიგოგა ასე თქვა ყველა მხარის თავის პროპაგანდისტული ქსელები, როგორც ხოცური, ისე ნაცრული და კიდე ბევრი. მანდ იყო ასეთი რაღაცა, რომ ოცნების პროპაგანდა და რამოდენიმე ტელევიზია გაშუქებდნენ როგორც პროვოკატორს და ამ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას, ანუ ნაცების სატელეც. ეს ეხლა მინდა მივმართო. ამავდროულად ნაცები და რაც რამოდენიმე ტელევიზია თქვენ დადებითად რაღაცები გააჟღერა, მაგრამ მაინც ცოტა ქოცურში გაგიყვანათ. რომ ეს სპეციალურად დაგეგმილი იყო, ისე შეუშურდა მაგის რომ მე არ მეშინია და ხალხი მიცნობს და მაგას თვითონ ნაციონალები არ მინდა კონკრეტულად თქვენსაც ორივე ტელევიზიას რომ თქვენ ხართ ნამდვილი კი ბატონო მაგას გავცემ და კარგი გამახსენე ეხლა ეგ რომ მითხარი რა ეხლა მე ყველა მიცნობს და თვითონ ნაცებიც არ დაიჯერებენ მაგას ვინც მიცნობს რომ მე რომ მაგას არ გავაკეთებ აი მე მინდა მიმართო ეხლა რუსთავი 2-ს ბაკურას ბაკურ კარგად იცი მე შენთან რამდენჯერ ვარ მოსული ტელევიზიაში დებატებს რო გთხოვდი ეხლა მე მაკედან გადავედი იქვე საზმითომ საზოგადოებრივი არხი რო გაქვთ ბერძენიშვილი და ვასო თავგასიებული რო ყავთ იქ კიდე ბოდიშით არ მინდოდა ესეთი ლაპარაკი რამდენი წერილი მაქვს დაწერილი რომ გააშუქეთ. ზუსტად ამ თემებზე გელაპარაკებოდი და წერილები მაქვს რომ აი ეს თემები გავაშუქოთ სიმართლე. იმეც კიდე გახსოვართ? იქიდანაც გახსოვართ პარლამენტის წინ რომ ვიჯექი და ვშიმშილობდი და გთხოვდით გააშუქეთ მეთქი და არაშუქებდით. პარლამენტში იქ რომ ვითხოვთ ეს ხო ყველაფერი იცით თქვენ კარგად. და მე ვარ ვიღაცის მოსყიდული და ვიღაცის დავალებით გავაკეთე და ვის საწინააღმდეგოდ გავაკეთე ხელისუფლების პირიქით მე ჩემი განცხადებით ხელისუფლებას ვეხმარები რომ აი ეს ნაციონალური გადამონაშთები რაც არიან ამოძიყო თავიანთ რიგებიდანაც და საერთოდ აი მაშინ ვეხმარები და მე ხმამაღლაც უყვირე დინარაძეს იქ ჟურნალისტებიც იყავით რა პატრიარქის და ეკლესიის წინააღმდეგ ვინც არიან მაგაში ვითანამშრომლებ თქვენთან. რას ნიშნავს ახლა მაგათთან თანამშრომლობა ხო იცი? და მე ვითანამშრომლებ მართლა თუ ამას დააპირები რომ საქართველოში აი ეს აგენტურა თავაზობ და ამაში მე მგონი არც ერთი ქართველი არ იტყვის ამაში თანამშრომლობას თქვენთან რაც არ უნდა სამართლო იყოს უშიშროებასთან და იმასთან მაინც არის ისტორია. ნამდვილი სახელმწიფო რო კონდეს ჩამოყალბებიქით უშიშროებასთან თანამშრომლობა საპატიო უნდა იყოს, საპატიო უნდა იყოს და გახადეთ საპატიო ეს ყველაფერი. ხო, აი ახლა ცოტა ხანი შევწყვიტე ეს ისა და მინდა ბატონ მამუკამ დინარაძესაც მიმართო. რამდენი გვისაუბრია ჩვენ აიდი ბარაძე, ამ საკითხებზე, იმეებზე, ამებზე. კარგად იცი ეს ჯამი. რატო ხარ, რატო დუმხარ, რატო არ მიმარი? რატო არ გამომკითხავ? ბევრი ინფორმაცია მაქვს. პატრიარქის ცილის მწამებლებზე, იმებზე, ამებზე, რაღაცეებზე და ანუ თქვენი თავი მოთხოვნა არის რომ ეს არის ხო ეხლა ჩატარდეს რეალური სამართლის მოთხოვნა რომ აი მე ეს გადავიტანო სასამართლო პროცესებში და ქუჩაში არ ვიყვირო გიჟივით და არ დამაწყებინოთ მართლა აჰაი და აჰაი დურხანის სიმღერა პატიცემული კიდევ ერთი კითხვა აი ეს ახლა მიხსენა 80,000 აი 80,000-ზე ახლა ამ თემაზე არ მინდა მაგაზე პროპაგანდის თავარი თემა იყო რომ 80,000 იყო და მაგაზე სერცხვილი იმიტომ რუსთავიოს პირველას და იმას ზუსტად აი მაგას რომ მაყვედრებენ ხო მაგი მინდა ზუსტად ახლა ხო მე თავიდან ამ ხელისუფლებასთან ესენი დავიწყე ზუსტად მაგ საკითხებზე როგორ სამარცხვინოთ მომეცნე და მე ჩემი საქმე გადავდე და რო დავინახე აი ესეთი აგენტური მოქმედება ჩვენი საყვარელი პატრიარქის წინააღმდეგ გადავდე და ამაზე ვიყავი გადართული მე თქვენთან მიმართებაში უკვე რა ჩემი საქმე მეორე რიგზე გადავდე
ხო და ესეც დაიწყება და მაგ 80,000-ს ვისაუბროთ სასამართლოში. რა კორუფციაც მოაწყეთ ამ იმაზე. აი მაგაშიც გამხეთ. რატო დააგვიანეთ, რა ევროპული სტანდარტებით მომეწით ეს 80,000. აი როგორ იყო ეს ყველაფერი. ამაში დასაკითხი არის ბატონი ღარიბაშვილი, ჭიკაიძე, წულუკიანი, რომლებიც ჩარეულები არიან ამ. წარმოიდგინეთ ახლა კომპენსაცია არის ადამიანს, რომ ხელი შეუწყო, რომ რაც დაზარალდა იმაში და თქვენ იმის მაგერად რომ დამხმარებოდი პირიქით უარეს დღეში ჩამოვიდა. ატარას ჩავეჭერე პატიციონი ხომ მევწერ ვიდეოს და ის რა მქონსო ვიდეოს უკინა ლაპარაკო და გამოაჩინე სახეო. რაკეთ მეგობრებო 80,000 კი არის სულ რომ მილიონი აიღო ჩემი ადიაზის რაც სამართლებრივად მოგებული იქოდა და ადამიანმა ნაცებთა ბრძოლის პერიოდში თვალი დაკარგა, ხო? ეს იმას ხო არ ნიშნავს, რადგან ერთხელ ის თანხა იყო, რაც მართლა ეკუთვნოდა, მეტიც ეკუთვნოდა, რა თქმა უნდა. ამის გამო სიჩუმეში იყოს, დუმარებაში იყოს და სამართალი არ ითხოვოს ქვეყანაში. და დანაშაულ ქმედობაზე არის საუბარი, რაც მოეთხოვებათ, პასუხი ერთია რომ მაგაზე ეხლა ძალიან ბევრი თემა წავიდა, 80,000 წავიდა როგორ აიგო ისა ესა და ხანში კომენტარში წერდა და მე მაქვს ესეთი პასუხი, ნახეთ, პირველი კაცი იძახის რომ თვითონ დამიბარეთ სასამართლოში ვისაუბროთ, სამართლიანობას ეთხოვს და ძალიან ბევრი ადამიანი და ტელევიზიამ ეს ყველაზე კარგად იციან განსაკუთრებით პირველ არხმა. და საზოგადოებრივმა ამასთან კიდე თუნდაც აი კიდე ხალხგასმით ვიძახით, თუნდაც აიღო ფული თავზე ის ფული რომელიც სამართლებრივად მოუგო, ხო ასე იყო მე როგორც ვიცი. ამის მერე კაცი ჩუმად იყოს და დღეს ქვეყანაში რაც ხდება თქვენ მოგწონთ. ამიტომაც რავი დაუჭირეთ ხარი და მაქსიმალურად ხო მოიწოთ ვიდეო და აი არა საზოგადოებრივ არხმა თქვენ წარმოიდგინეთ საუბარი მქონდა როცა აი 20 ივნისი მოხდა და იარაღზე იყო ლაპარაკი და დღესაც არ მინდა მარტო ამ იარაღზე ვისაუბროთ მეთქი რა და მაგაზეც თავიდან მოეწონათ ეს აზრი ვინც არის იქისა მაგრამ ზემოდან უთხრეს ხომასურიძესთან საუბარი ზედმეტია, იმიტომ რომ ბევრი რაღაცა მხილებები მოყვებოდა ამათ მხრიდან, ამათ დანაშაულებს. აი ეს 80,000 როგორ მომწეს, საიდან აიღეს, როგორ გაათეთრეს ეს, მარტო ის კი არა, რატომ მოგწეს სულ ყველას 21 იანვარს რატო გასცეს ყველას თანხა რატომ მიიყვანეს მაგამდე ეს მე ერთი წელიწადი რატომ უნდა სასამართლო პროცესებს სადაც საქმის ყურში იყვნენ ეს ყველაფერი აი მეებზე გამცემ პასუხი ახლა ამაზე არ იმიტომ რომ მე ამ თემებზე არა ვარ ეს უკვე ამას ვაიძულებ პროკურატურას და იმაზე რომ და ალბათ ღარიბაშვილიც ხალისით მომცემს ახლა ჩვენებს ამასთან დაკავშირებით, იმიტომ უნდა დამთავრდეს ეს პროგრამები და ყველაფერი უნდა დაინახოს და უნდა საქართველოში უნდა მოხდეს მართლა დიდი შერიგება, რომ გაუმკლავდეთ ფაქტიურად მთელ მსოფლიოს, შეიძლება ესე ითქვას რა. კიდევ ერთი საკითხი დარწმუნებული მაგაშიც ერთნაირად ვფიქრობთ, მაგრამ მაინც დავუსვა მაგ კითხვას საზოგადოებრივი ინტერესით გამომდინარე. ძალიან ბევრი წელია ბრძოლობთ რა, რასაც მე პირადად შევესწარი და რაც მიყურებია. ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს ესეთი ლოგიკით გაყვეს თუ ქოცი არ არის ნაცი არის, თუ ნაცი არ არის ქოცი არის. ანუ მე ვიცი ვარც ერთ ხარის არ ახლა. და სახელმწიფოებრივად ზრუნავება ეგ ძირითადად ბოტები არიან და ისე მაგათ აი ინტერვიუებშიც რო ეხლა ზოგი ისეთ უშორისი თვებით მაგერ ეხლა იმას რო აყვე და ვდიო ყურადღებას არ მოხსებს საერთოდ რა მაგას მაგრამ მე ამას ვერავინ ვერ ეს არის ბოტები და ისინი და ვიღაც თუ რას ეძახიან მაგათ რა ეს სერიოზული ისეთი არ არის ეხლა ბევრი ეხლა ამ შემთხვევაში წავიკითხე აღშფოთებულია მართლა რომ მე ვითავხედე და საპატრიარქოში სიონში პანაშვილის მერე ესეთი განცხადება გავაკეთე რაც მიუღებელია რა თქმა უნდა ეხლა იმაში მაგრამ რავი გამგებრმა გაიგოს მე თავი დამეხრია და ვარ პასუხისმგებელი ყველაფერზე და იმ საზღერზეც თუ რამე მეკუთვნის მივიღებ და რა ვიცი შენიშნებსაც მივიღებ ყველას და იყოს უფლის ნება ნებისმიერ და იყოს ნება ღვთისა
რაიმე განცხადება ხო არ გსურთ კიდევ თუ დავამთავროთ ინტერვიუ? ხო, უბრალოდ მინდოდა წამეკითხა ეს წერილი, რაც მე გამზადებული მქონდა ამ განცხადებაზე და საქმის ყურში მყავდა. მე სანამ ამას გავაკეთებდი, სასამართლოში მაქვს ეს შეტანილი, აი ეს განცხადება. პირადად გადავეცი გელა გელაშვილს, გეკა გელაშვილს და ვაჟა სირაცის. და დავაგზავნე ჟურნალისტებს და ვიღაცებს დავაგზავნე ეს წერილი და ეხლა წაგიკითხავთ ერთი გვერდია. არ არის ეს ისა. აი ეს აჩქებიც იმ დღეს დამიმტრიეს. იქიდან რომ გამომაცილეს სიონი. ვირუსია თუ პლუს? ჰა? ვირუსია თუ პლუს? ვიცი კი ვირუსია თუ რაღაც. უკვე რამდენი აჩქები დამიმტრიეს, ის თვითონაც ვერ დათვლია. პრეზიდენტს, სახელმწიფო კანცელარიას, სასამართლოს, პროკურატურას, პარლამენტს, შშს, უშიშროება, უსაფრთხოება, სახალხო დამცველს, ტელევიზიებს და ჟურნალისტებს. დიდი ხანია თავზე ნაცარ დაყრილი გამხევთ, რომ თქვენში მრავლად არიან ეკლესიის უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქი ილია მეორეს და საქართველოს დაუძინებელი მტრები. ოცნება კი დანაშაულებრივ კოჰაბიტაციაში ხართ წინა დამნაშავე სასტიკ რეჟიმთან, რომლებიც თავიანთი ხელისუფლების ზენიტში ყოფნისას ვერ ბედავდნენ უწმინდესის მოწამვას და ესეთ სასტიკ ცილის წამებას და ქვეყნის პირდაპირ ღალატს. ამის დამამტკიცებელი ჩემი წერილები და საბუთები მრავლად გაქვთ უწყებებში. მიუხედავად მრავალი მცდელობისა არ მისმენდით და არ მაძლევდით პასუხს ჩემს საფუძვლიან სამართლიან კითხვებს. ღმერთმა იცის, რომ არ მინდოდა ესეთი ენაზე მესაუბრა თქვენთან, მაგრამ მოგიწევთ ხელისუფლებას პასუხის გება სასამართლოში ჩემს სამართლიან და საფუძვლიან კითხვებს. მე თქვენ ბრალს ვხდებთ ჩვენი უწმინდესის და უნეტარესის, ცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსის და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტის და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უტკბილესი მამის ილია მეორის მოწამვლით, წამებით და ცილის წამებით განზრახ მკვლელობის თანამონაწილეობაში, უფრო სწორად უმოქმედობაში. დანარჩენს სასამართლოზე მოგახსენებთ. მე ჩემი მიზანია სიმართლის გარკვევა და ერის კონსოლიდაცია, რათა ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას და მოგვეცეს მართლმადიდებლებს სიტყვის თქმა სახელმწიფო სტრუქტურებში და ჩვენი ქვეყნის გამთლიანებაში და გადარჩენაში მივიღოთ მონაწილეობა. უწმინდესის მოწამეობრივმა აღსრულებამ, რაც ჩვენ თვალწინ აღსრულდა, სიმართლეს თვალებში უნდა ჩავხედოთ და გავერთიანდეთ, რათა უწმინდესმა თავისი მისია შეასრულოს და მისი ეპოქა ლოგიკურად გამარჯვებით და ღვთის სადიდებლად გაგრძელდეს ზეციურ საქართველოში. მეორედ მოსვლა. მისი უწმინდესობა გევედრებოდა, რომ ქართველი ხალხი მიწის მოქმედებასთან რამენაირად დაგებრუნებინათ, რისთვისაც იწვევდა მეცნიერებს, თანამდებობის პირებს და ყველას, ვისაც რა შეხება ჰქონდა მიწასთან. თუ რამე შეხება ჰქონდა მიწასთან და თვითონ უძღვებოდა ლექციებს ამ თემასთან დაკავშირებით. უკვე რამდენჯერმე მოწამლული და ჯანმრთელობა შელახული. ყოველთვის აღნიშნავდა, რომ საქართველოს რო გადარჩეს, აუცილებელია, რომ აღდგეს მირონცხებული მეფის ინსტიტუტი. კონსტიტუციური მონარქია, სადაც მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს.
ის გარანტია მართლმადიდებლობის, საზღვრების და კონსტიტუციის ხელშეუხლებას. ხოლო მართავს არჩეული ორგანო. ამ ყველაფერზე ღია და ხმამაღლა ლაპარაკობდა. და ამ ბოლო ლექციაზე მან განაცხადა, რომ მე ახლა ცოტა ხანიო ჯანმრთელობის გამო ვეღარ დავესწრები ამ იმაშიო და გადააბარა მამა ანდრია ჯანყაიძეს, რომ შენ გაუძეხი ამ საქმესო რა ფიქრს მიწასთან დამოვნებას. მაგრამ იმ დროს ძალიან დამძიმდა სიტუაციები და ფაქტიურად ეს პროგრამა ჩაიშალა. და მე ვთვლი, რომ ზუსტად ამ საკითხებზე, იმიტომ რომ პატრიარქი ძალიან თხოვდა უკვე ამას, იმიტომ რომ იცოდა, რომ მართლა მალე იყო ძიმე დრო, ეხლა მეორედ მოსვლაზეც პირდაპირ ლაპარაკობდა უკვე და ძიმე მდგომარეობაზე, რომ ჩვენ გადარჩენილ ვიყავით და რამენაირად ყველა ქართველს საკუთარი ბოსტანი ქონოდა, რომ იმ ძიმე დროს გადაურჩეთ, რაც მართლა გველისალო. და არაფერი არ ხდება, ეხლა რაღაც სოფლიოში რაღაცა რომ გადატრიალდეს, ბომბი რო გასკდეს და რაღაცა, აი მზად არა ვარ, რომელ თავშესაფარში შევიდე, ან გაზის საწინააღმდეგო რაღაცეები ამისთვის, იმისთვის და არა და ბევრი ქვეყნები უკვე ამისთვის ემზადებიან და მზად არიან ესეთ რაღაცეებში. ეს ყველაფერი აიდი ბარათს უკავშირდება და ამაზე უნდა დავიწყოთ სახალხო საუბრები და განშტოება. მე მოგიწოდებთ, რომ ამ თემებზე კითხვები დაუსვათ. ეს მაშინ ვიძახდი, ეხლა როცა წინასწარ დავწერე მე ეს წერი, როცა ბართლომეუსი და ის უნდა ჩაისულიყო. ეკუმენიზმის მამას ეგრეთ წოდებულ მსოფლიო პატრიარქს ბართლომეუსს, რომელიც მუქარის ნიშნებს გადაცემდა ხოლმე ჩვენს პატრიარქს. ასე ეკუმენიზმის ბუდიდან, ვატიკანის ჯულღმულებიდან ხდებოდა ამის დავალება მას. ასევე კითხვები მაქვს წულუკიანთან, სუბელიანთან და სხვა ეკუმენისტებთან. ასე რომ პატრიარქის მკვლელობაზე პასუხი უნდა აღწეს ოცნებამ, ბატონმა ბიძინამ და თავში აღნიშნულმა სტრუქტურებმა და მოღალატე მედიამ. კიდევ ერთხელ შენდობას ვითხოვ ყველაფრისთვის და იმედი მაქვს, რომ აი ეს გაერთიანება და ის მოგვიტანს ამ თემებზე ხმამაღლა განსჯის უფლებას. აგემშვიდობებით, დროებით. მეგობრებო, გთხოვთ, გადააზიაროთ ვიდეო, რადგან უფრო მეტ ადამიანთან მივიდეს ჩვენი სათქმელი და ზოგადად ჯობია ხოლმე ადამიანი, როცა თვითონ საუბრობს უშუალოდ, ზუსტად ის ვიდეოები გავაუცოთ, ვიდრე რომელიმე ტელევიზია საუბრობს ხოლმე რაღაც თავისებური სიუჟეტით ან ფოტოების და წარწერების დადებით. დროებით გემშვიდობებით, მომწონო ყურადღებისთვის.